20 სექტემბერს ბორჯომში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. თბილისის საუკეთესო კლინიკებიდან მოწვეული წამყვანი ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 27 სექტემბრიდან გაუწევენ. ყავს თერაპევტები, პედიატრები, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, მამოლოგი, გინეკოლოგი, ფაქტურად სრული სპექტრით. ვართ აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიებით, ეხოსკოპიური კვლევით, ყველა სპეციალობის მიხედვით. როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, ფასები, რომელიც სამედიცინო მომსახურების მისაღებად დააწესეს, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ ეტაპზე კლინიკაში არ მოქმედებს დაზღვევის სისტემა, თუმცა სამომავლოდ მისი ამოქმედება იგეგმება. თანამედროვე ახლად აშენებული ერთეული ჯანდაცვის პირველადი აღმოცენდება. გაკეთებული რასაკვირველია კარგია. იმედია რომ ასე ფუნქციონირებას რო დაეწევს ის ხალხი ვინც მოვაკმაყოფილი დარჩება ის პრეული ასე ვთქვათ და მიიღებს ის შესაბამის სერვისს რომელიც უნდა მიიღოს ხო დაკომპლექტება იმ სპეციალისტებით რომლებიც თავის მაქსიმუმს გააკეთებენ რომ სერვისი იყოს ადეკვატური. აქ არიან ყველა გამორჩეული ექიმი შერჩეული რომელიც მუდმივად იქნება თქვენ სამსახურში. მე პირადად ვარ გინეკოლოგი რომელიც მომსახურებ მთლიანად ამ რეგიონში მთლიანად ურსულებს გინეკოლოგიური პრობლემის პაციენტებს აქ იქნება ურსულთა სკოლა რაც გაუადვილებს შემდგომ თვითონ მშობიარებს მართოს თავისი თავი მშობიარობის პროცესში რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კლინიკა კვირის განმავლობაში 3 დღე ფუნქციონირებს: სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე.